გვირაბი გაკეთდა ისე რომ ერთი მანქანა მასალა არ არის შეტანილი დაბლა დასაყრელი მასალა რაც უნდა დაიტკეპნოს და ისხასიონ და გაკეთდეს მოკლედ ლიანდაგი დაიგოს ესე რომ ვთქვათ უხეშად. აი ახლა ეს არის დაუჯერებელი, მაგრამ ვინც იქ მუშაობს, ყველა მიცის, ვისაც მუშავია იქ შიგნით სატკეპნი კატოკი ეგრეთ წოდებული გვირაბში გავლილი არ არის. მაღლა სიცარიელეები 7-8 მეტრიანი სიცარიელებია დატოვებული, რომელიც უნდა ამოივსოს წნევით, ბეტონით და შემდეგ დაჯდეს თაღი. თაღს მაშინ აქ ძალა, როდესაც რაღაცაზე მიმჯდარია, ეს სიცარიელები დატოვებულია ჰაერში, ყველა მიცის ეგ. და მოკლედ ეს გვირაბი არის ესე აშენებული. 35 კილო უნდა მეეცათ კონკრეტულ ერთ მაგალითს ვამბობ, ასაფეთქებელი ნივთიერება. 245 კილო ჰქონდათ მიცემული. მოკლედ იმ დღეს აფეთქება გავაჩერებინე, ჩავედი მეორე დღეს ხარაგაულში და დილით კანცელარიიდან ჩავმიტანეს გათავისუფლების ბრძანება. როდესაც მიდიოდა რკინიგზის დეპარტამენტში თათბირი იყო, იქ იყო ესეთი საუბარი. თავარია არ გახმაურდეს თემა, ვინმე სახლი გაიხსნება, ეზო გაიხსნება, არ გახმაურდეს, არ მივიდეს ჟურნალისტებამდე. საბურღი მანქანით გვირაბის გაჭრის დროს ვერ იშოვი ფულს. ფული კეთდება ჩამონგრევაში.